Nana Teodoradzē ვარ, ეს გადაცემაში 4 ქუთაისშია და ტელეკომპანია მეგატივს უყურებთ. გისურვებთ ბედნიერ დღეს, რა თქმა უნდა, რასაკვირველია. აქვე ცოტა სუსხიანი, ქარიანი ამინდი გვაქვს ქუთაისში, მაგრამ იმედია ეს განწყობაზე უარყოფით ასახვას არ პოვებს. რაც შეეხება გადაცემის ტომას, წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ, ირაკლი თევზაძე გვეწვია, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის გენერალური მდივანი. ირაკლი, მოგესალმები, გამარჯობა, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. კარგად ვარ, იმედია რომ შენც ასევე. ძალიან დიდი მადლობა, ვცდილობ კარგად ვიყო ამინდის მიუხედავად, თქვენზე ასახავს ხოლმე ამინდი რაღაც. მე ვცდილობ რომ არ იმოქმედოს, ანუ ძალიან ბევრი ცდილობაც არ მჭირდება. მაგრამ ზოგადად არის ხოლმე შემთხვევები, როცა განსაკუთრებული ცვლილება არის ამინდის, თავისთავად ის ცდილობს რომ ჩვენზე იმოქმედოს და მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ დავუთმო მოკლედ ბუნების პირობებს საკუთარი განწყობის შექმნის შესაძლებლობა. დღესაც იგივე გავაკეთოთ, ჩავკეთოთ ცუდი ამინდი, ვფიქრობ სტუდიაში სიმშვიდე გვაქვს, სითბო გვაქვს და ყველაფერი არის იმისათვის, რომ გადაცემა დავიწყოთ. პირველ რიგში მადლობა რომ დრო გამონახეთ და გვეწვიეთ. გუშინ 1 აპრილი იყო, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ვინმე თუ მოატყუო, ან მოგატყუეს. არა, გუშინ საერთაშორისო არ მომიტყუებია რატომ განსა. დღეს ხო რა პირა. ასე ღიად დავტო, არ ვიცი რატომ არ მახსოვდა საერთოდ. არა, რაღაცნაირად Facebook-იდან გამომდინარე და სოციალური ქსელებიდან გამომდინარე კი გამახსენდა ეს 1 აპრილის ამბები ბავშვობიდან. რაღაცა არ დავკავებულ ვარ მაგამბით გუშინ და ძალიან ჰუმანურობას უჩენია თავი. კი, რაღაცნაირად. კეთილი და პატიოსანი. და იმედია ასევე ტყუილის მსხვერპლი არ გახდით. აი, ეგ არ ვიცი. ეგ არის, ხო, ეგ კი უნდა გამოიწვიო, ხო, ბუნებაში გადაახვიო, რა ხდებოდა გუშინ ასე. ვიღაცა თუ ესე რა ქვია, ჩემზე გამოსცადა საკუთარი 1 აპრილის ხუმრობა ან ტყუილი. გამოგეხმაუროს ხო დაგირეკოსა მომწეროს შეიძლება რა. დაგირეკოსა დაგიმეს. მოგატყვე მარტივად. კარგი. თაობათა დიალოგთან აგერ უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა გვაკავშირებს. საინტერესოა თქვენ რატომ დაუკავშირეთ და როდის თქვენი ცხოვრება? შეიძლება ითქვას ცხოვრობ ხო თაობათა დიალოგში? კი, და ეს მეორე სახლია. ამით ძალიან ვამაყობ და ეს ჩვენთვის შეიძლება ეს ზოგადად ვთქვა და ბევრი ადამიანის სახელით ვთქვა და ნამდვილად სახლი არის, ოჯახი არის. დიდი და ძალიან ბევრი შესაძლებლობებით მქონე. პირველი რატომაც ალბათ ჩემი ცხოვრება დაკავშირებული აღმოჩნდა თაობათა დიალოგთან უკავშირდება პროგრამას, რომელსაც ერქვა ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტი, რომელშიც სრულად შემთხვევით როგორც მონაწილე აღმოჩნდი. გამომდინარე კიდევ რომ მქონდა რაღაცა ინტერესები, გავაგზავნე ჩემი სამოტივაციო წერილი, CV და რამდენად CV ერქვა მაშინ სკოლის მასწავლებელი ვიყავი, არ ვიცი, მაგრამ გავაგზავნე და უკავშირი როგორი იყო? დადებით უკავშირი იყო, რაღაცნაირად გამიმართა კიდეც, ამას ხშირად ვამბობ იმ გაგებით, რომ მაშინ როდესაც გავაგზავნე პროგრამა უკვე დაწყებული იყო, მონაწილეები შერჩეული ყავდათ და ზუსტად იმ პერიოდში, როგორც მე გავიგე და წლების მერე, ერთ-ერთმა მონაწილემ დატოვა, მოკლედ პროგრამა და აღმოჩნდა, რომ სარეზერვო სიაში ვიყავი მე სხვა კანდიდატებთან ერთად და გამიმართლა და მოვხვდი მოკლედ ამ პროგრამაში. ეს არის 2014 წელი. ან 15 წელი, ხო, მე მგონი უფრო 14 წელი არის და 2014 წელს მოწვევის პარლამენტარები გვერქვა მაშინ და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ჩვენს ქალაქში და არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, ზოგადად ჩვენი ქვეყნიდან ასეთ ამ პროგრამაში არიან ნამყოფები და ყველას ძალიან რატო იყო ეს პროგრამა საინტერესო? იმიტომ რომ რეალობაში თაობათა დიალოგმა ამ პროგრამაში მოახერხა რომ სიმულაციასთან ერთად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს იურიდიულ ან რეალურ სტატუსებს არ მოიცავდა, სიმულაციასთან ერთად ჩვენ გვასწავლა ძალიან ბევრი სხვადასხვა ტექნიკის, უნარის შესაძლებლობის გამოყენება და ფაქტობრივად ძალიან რთულია ახალგაზრდულ საქმიანობაში ზოგადად ინტეგრირება გაუკეთო ერთ საგანმანათლებლო პროგრამაში უნარსაც, ცოდნასაც და დამოკიდებულებასაც და ყველაზე რთულია დამოკიდებულების ნაწილი. ჩემი შეფასებით ამ პროგრამაში ვინც იყო მონაწილეები, დიდ ნაწილთან მოხდა ისეთი ღირებულებითი ინფორმაციის მიწოდება, რომ მათი სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება ნამდვილად მოხდა და ეგ ჩემთვის იყო პირველი ნაბიჯი თაობათა დიალოგში.
და მე შემდეგი ინტენსიურად განაგრძია ამა თუ იმ პროგრამაში თუ ესე უწყვეტი რეჟიმით არა ეს პროგრამა იყო 6 თვიანი 1 წლიანი მაგრამ ჩემ შემთხვევაში იყო მე როგორც მახსოვს 8 თვე იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით ცოტა ქვიან შევუერთდი მაგრამ მე უკვე ჩვენ პროგრამის დასრულების შემდეგ შევუერთდით რამდენიმე ადამიანი ამ პროგრამიდან თაობათა დიალოგის წევრთა რიგებს და შემდეგ უკვე ორგანიზაციის ესეთი შიდა სტრუქტურული მონაცვლეობის, განვითარების და რა თქმა უნდა მსჯელობების ძალიან ბევრს მსჯელობთ ხოლმე ორგანიზაციულ განვითარებაზე. თანამონაწილეებიც ახდები, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, რომ შენი რაღაცნაირად ცხოვრების რაღაც დიდი ეტაპით შეიძლება დაუკავშირო ორგანიზაციას. ანუ ვიდრე გენერალური მდივანი გახდებოდი, ძალიან დიდი გზა გამოიარე. შეიძლება ასეც ითქვას. საინტერესო იყო ალბათ ეს გზა, ხო? კი, რა თქმა უნდა, საინტერესო. რა თქმა უნდა იყოს სირთულეები, რა თქმა უნდა იყოს საინტერესო. ჩვენი ორგანიზაცია გამოირჩევა სწორედ იმით, რომ ჩვენთან შეიძლება მოხვიდე მოხალისეთ ამ პროგრამის მონაწილედ და შენზეა დამოკიდებული რა სტატუსში გინდა რომ გააგრძელო ცხოვრება, გააგრძელო ორგანიზაციასთან ურთიერთობა და ჩვენ რითაც აი ამ ადამიანებს ხშირად ვამოტივირებთ ხოლმე არის სწორედ ჩვენი პირადი ისტორიები, იმიტომ რომ ეს ისტორიები რეალურია, ეს ისტორიები ჩვენ Facebook-ზე შეიძლება გადამოწმდეს და არასოდეს არ გვითქვამს არაფერი ამ ისტორიების შესახებ შელამაზებლად, ნამდვილად ჩვენს რიგებში, თაობათა დიალოგის რიგებში არც ერთი ადამიანი არ არის, რომელსაც მოხალისეობის ეტაპი არ გაუვლია, რომელიც არ ყოფილა მოხალისე და ორგანიზაციაში რაღაცა სტატუსს მიიღწია. იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ და დაფუძნებულები ვართ სწორედ აი ამ წევრობაზე, მოხალისეობაზე, განვითარებაზე და ამ ადამიანებს სწორედ ის უჩენს მოხალისეობის და ჩვენთან ურთიერთობის სურვილებს, რომ ჩვენ რეალობაში ვართ ძალიან გულწრფელები ამ ურთიერთობაში და ყველა მიცის, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ეტაპები, ამ ეტაპებს შენ თავად გადიხარ და თავად იღებ გადაწყვეტილებას, რა გინდა რომ ორგანიზაციაში გააკეთო. ერთ-ერთი უნიშნელოვანესი თვისება, როცა საუბრობ მოხალისეობრიდან დაწყებული რაღაც პოზიციამდე კონკრეტული. ასე შეიძლება ითქვას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანების რესურსები და ამ რესურსს როგორ იყენებ, რა დოზით იყენებ და რამდენად დიდი სურვილი გაქვს ეს რესურსი შენ გამოიყენო საზოგადოებრივი საქმიანობის განვითარებისთვის, საზოგადოების სიკეთისთვის, იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე და ეს მოხალისეობაზეც სტერეოტიპი ერთ-ერთი რომ ვიღაცისთვის რაღაცა რატომ უნდა გავაკეთო, მაშინ როდესაც მე შემიძლია დავისვენო ან უსასყიდოდ რატომ უნდა ვიმუშაო, მაშინ როდესაც ამას შეიძლება ფული ავიღო. რეალობაში მოხალისეობის არსიც ალბათ ეგ არის და მოხალისეობაზე დაფუძნებულები რადგან ვართ და რადგან ყველა ჩვენს მართლ გორში მოხვედრილ ადამიანს, ორგანიზაციის წევრებსაც აქვს მოხალისეობის ძალიან კარგი გამოცდილებები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხალისება ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა არა მხოლოდ ორგანიზაცია გაიცნო, არა მხოლოდ სასიკეთო საქმეში მიიღო მონაწილეობა, არამედ საკუთარი თავის გამოცადო და მოთმინებასთან ერთად, როგორც თქვენ თქვით, ასევე გამოსცადო საკუთარი უნარები, მათ შორის შრომის მოყვარეობა, პასუხისმგებლობა, შესაძლებლობები დაბკოლებების გადალახვის და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სტრესის მართვა, გუნდში მუშაობა, კომუნიკაცია და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც შემდგომ ცხოვრებაში გამოგვადგება. ირაკლი, მიუხედავად იმ დამოკიდებულებისა და სტერეოტიპისა, რაც მოხალისეობასთან მიმართებაში თქვი, დღეს რა ეტაპზეა საქართველოში მოხალისეობრივი კულტურა, როგორ ფიქრობ, რამდენად განვითარდა? მე ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უკავშირდება სწორედ ჩვენი მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და აბას ახსნი, რას გულისხმობ ამ ნაწილში, კომპლექსური მიდგომა მოხალისეობასთან მიმართებით სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორიდან მოდის საქართველოში. ამას მომდევნო წლებში 2014 იყო თუ სწორად მახსოვს უკვე მოყვა კანონი მოხალისეობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და შემდეგ უკვე ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია, რომელიც სხვა წლებში იქნა მიღებული, მაგრამ შემდგომ უკვე 2020-2030 წლების ახალგაზრდობის განვითარების კონცეფცია მიიღო პარლამენტმა და შემდგომ უკვე 2022-ში, როგორც მე მახსოვს, დაინიცირდა და შედგა ძალიან ბევრი მსჯელობა იმის შესახებ,
როგორ უნდა იყოს ახალგაზრდობის განვითარების ეროვნული სტრატეგია და ჩვენ დღეს გვაქვს სხვათა შორის ეროვნული სტრატეგია ახალგაზრდობის განვითარების და ამასთან ერთად რა თქმა უნდა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც იმერეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტს აქვს და სხვა მუნიციპალიტეტებს მთელ საქართველოში ისინი დამოუკიდებელი დოკუმენტები არის, რა თქმა უნდა, კავშირშია კონცეფციასთანაც და სტრატეგიასთან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რა ეტაპზე არის მოხალისეობა, რომ განმარტოთ. ერთია რომ კანონში გვიწერია, ერთია რომ სტრატეგიებში, აი ამ სტრატეგიებში აუცილებლად თითქმის ყველგან წერია მოხალისეობის ხელშეწყობა, მოხალისეობის განვითარების აუცილებლობა, მაგრამ აქ ძალიან ნიშნავენია რომ რეალობაში მთელი ეს მოხალისეობრივი ენერგია და მოხალისეობაზე მიმართული პასუხისმგებლობები რაღაცნაირად სამოქალაქო სექტორმა იკისრა და ცნობიერების ამაღლება იქნება ეს თუ ინფორმაციის მიწოდება მოხალისეობის შესახებ კამპანიები თუ ასე შემდეგ თავის დროზეც და დღეს ალბათ უფრო ნაკლებად გამომდინარე საქართველოში შექმნილი ვითარებიდან მთელი ეს პასუხისმგებლობა მაინც სამოქალაქო სექტორმა იკისრა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვს ლომის წვლილი სწორედ აი მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. მე გეტყვით რომ აი წეგამსაუბრობთ 2014-ში, როდესაც პირველად მოხალისეობის შესახებ ჩვენ გავიგეთ, უბრალოდ მე პირადად გავიგე. ხო და ჩვენ რიგდოგს აქვს დიდი გამოცდილება მოხალისეების მართვის ამ კულტურის დანერგვის მათ შორის ქალაქში და ამით ძალიან ვამაყობთ. ჩვენ გვიწევდა, როდესაც ეს მოხალისე არ უდგებოდი ადამიანს და ეტყოდა რომ მოხალისე ხარ, გვიწევდა ძალიან ბევრი ახსნა და ვერ გებულობდა ადამიანები და ამაზე წლები ვიმუშავეთ და დღეს თუ არ ვიცი მედიიდან დაწყებული სხვა სივრცეებში მოხალისეობის მნიშვნელობა ესმით, გარკვეულწილად როგორც თაობათა დიალოგს, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი მუშაობის შედეგია და რეალობაში ეს შედეგი იზომება და დღეს ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა იცის რა არის მოხალისეობა და საქართველოში მოხალისეობის ისტორიაც იცის, მათ შორის ის ისტორია, რომ ქუთაისში არის ყველაზე კარგი მაგალითი მოხალისეობრივი გამოცდილების და ეს არის გვირილობა, მაშინ როდესაც ახალგაზრდა გოგონები და სამეგობრო არიგებდა უბრალოდ ყიდიდა გვირილებს, ყვავილებს და შემდეგ ეხმარებოდა დაავადების მქონე ადამიანებს. კი ბატონო, თქვენი სასწავლო წელი სრულდება და პროფესიის არჩევაც ალბათ ჩვენს ქვეყანაში ესე მწვავე საკითხი არის. თქვენ შემთხვევაში ვინ ითამაშა დიდი როლი? ხო, ჩემ შემთხვევაში პროფესია გარკვეულწილად საქმრელობამ განსაზღვრა პროფესია. კი, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფორიენტირების მიმართულებით, როდესაც საუბრობთ და მე პირადად როდესაც ახალგაზრდებს ხვდები ხოლმე, ხშირად ვუხსნო აი მოხალისეობა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ შეიძლება გამოსცადო შენი თავი, როგორც მოხალისემ და ნახო, შეიძლება შენი არის ადამიანებთან ურთიერთობა, ან პირიქით არ არის შენი ეს ადამიანებთან ურთიერთობა. და ან არის რაღაცა უფრო მეტად ეგრეთ წოდებული კვლევითი საქმიანობა ან წიგნებთან მუშაობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მოხალისეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პრაქტიკა, სხვადასხვა გამოცდილება, სხვადასხვა სივრცე გამოსცადო, რამდენად ეს შენთვის კომფორტულია, რამდენად გუნი მიგიწევს ამისკენ, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მე ძალიან კარგი მაგალითი ვარ ამ გაგებით, ჩემ შემთხვევაში ჩემი პროფესია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მომწონდა სფერო, რომელიც ავირჩიე სკოლის დამთავრების შემდეგ, ეს არის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გიждდებოდი, ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა სკოლაში და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ალბათ პედაგოგს და ის მაგალითად ბიოლოგია, რომელსაც ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ არის რთული მეცნიერება და ბევრ ბავშვს უჭირს, ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა რთული, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ პედაგოგებში გამიმართა და პედაგოგში გამიმართა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი, რომელიც მათ შორის ჩემი დამრიგებელი იყო და აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემთვის აი გადაწყვეტილების მიღება როცა მომიწია, წავედი იქითკენ, რომ ეს ძალიან მომწონს და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობაში წლები გავიდა და ჩემს თავს არა უფრო ამ სფეროში ეს არ იყო თქვენი. სწორედ მაშინ, იმიტომ რომ გეტყვით, რომ უნივერსიტეტთან ერთად მე მუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში. უკვე თაობათა დიალოგი და რიგდოგი არის ის ორგანიზაცია, რომელშიც ამ წლებშიც უწყვეტად ვიყავი და
აქ სრულიად სხვა გარემოში, სრულიად სხვა თემატურ ჩარჩოში ვიყავი და დღესაც ვარ, რა თქმა უნდა და ხვდები იმას, რომ ეს სფერო გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გარკვეული ინტერესი არის საუნივერსიტეტო განათლების მიმართულება, რაშიც საერთოდ ჩამოშორდი ამ ბიოლოგიას. როგორ ხარ? როგორ მეგობრობთ ახლა? ძალიან მეგობრობ, მიყვარს, მაინტერესებს, თუ რაღაც საერთაშორისო ახალი აღმოჩენა ან კვლევა არის ხოლმე, ვკითხულობ ხოლმე ან რაღაცა ვეცნობი, მაგრამ როგორც ესეთი პროფესიული საქმიანობა ამ მიმართულებით არასოდეს არ განმეხორციელებია, ამას თავისი პრობლემები აქვს და ამ სფეროს ზოგადად ძალიან გულშემატკივრობ, იმიტომ რომ მე როდესაც მივდიოდი უნივერსიტეტში, მე მქონდა მოლოდინი, რომ ექსპერიმენტებს გავაკეთებდი, პრაქტიკულად გავიცნობდი რა ხდება ამ სფეროში და ნუ არ შემეძლო ეს ძალიან ბევრი თეორია არ იყო ჩემთვის მომხიბლელი სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო იყო და ძალიან ნიშნულოვანი არის იმ ადამიანების როლი, ვინც ამ თეორიებს გადმოსცემენ, იმიტომ რომ მათაც შეუძლიათ ძალიან საინტერესო გახადონ თხრობის ან ინფორმაციის მიწოდების ამბავი. და პარალელურად აქ არასამთავრობო ორგანიზაციაში, წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი, რას ვაკეთებდი, რა ხდებოდა და დროთა განმავლობაში მოვიდა სახელიც, რომელიც საქართველოსთვის დღესაც შეიძლება აი ზუსტად არის როგორც მოხალისეობა თავის დროზე, რომ ახალგაზრდულ საქმიანობას ვახორციელებდი. ეს ასე მოვიდა და შემდეგ რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ როცა უფრო სიღრმისეულად გავეცანი ახალგაზრდული საქმიანობის, ახალგაზრდული პოლიტიკის თავისებურებებს, მივხვდი, რომ საკუთარი თავს ვაიდენტიფიცირებ როგორც ახალგაზრდულ მუშაკს და შემდეგ ამას უკვე მოყვა პროფესიული გაგრძელება და ძალიან ვამაყობ იმით, რომ საქართველოში დაახლოებით სულ 60-70-მდე სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი არის, ერთ-ერთი მე ვარ, კი, რომელმაც პროფესიულად ისწავლა ახალგაზრდული საქმიანობა და ძალიან ვამაყობ იმით, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ძალიან აქტიური მონაწილე ვარ და წეხან ყვებოდით, რომ არსებობს ძალიან დიდი გაცვლითი პროგრამების ქსელი Erasmus+ აქვს თავისი ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულება და მე ვამაყობ იმით, რომ ძალიან ბევრ პრაქტიკას ვიცნობ და მოკლედ ვიცნობ არა მხოლოდ ქართულ მაგალითებს და ეს ქართული მაგალითები ძალიან მდიდარია რეალობაში, არამედ საერთაშორისო დღეს აღიარებულ მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდული პოლიტიკის კვლევას, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, ამ შესაძლებლობების შექმნას ან ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს. და რას ურჩევთ თანატოლებს, ანუ იმ მათ, ვინც პროფესიის ძიებაში არის, ანუ რას უნდა მოусმინონ ამ კონკრეტულ შემთხვევაში? შეიძლება ვიყო მოხალისე პირობითად რამდენიმე თვე, მაგრამ მაინც ვერ გავიგო რა მიჭირდება. არა და ამ დროს უხერხულობა მექნება ოჯახში და ნათესავებში, რომ დავასრულე სკოლა და ეგრევე სტუდენტი არ გავხდი და ისინი ალმაცერად მიწყებენ უკვე ცქერას და მე დავიბენი რა. ხო, ეს ძალიან ინდივიდუალურია რა თქმა უნდა და ამ ნაწილში რაც შემიძლია მე ვთქვა არის ის, რომ გააჩერა როდის ამაზე იწყებ ფიქრს. ანუ პირველ რიგში ჩემი რჩევა იქნება, რომ არ დავიწყოთ ფიქრი ბოლო წუთებში, რაც მესმის, რომ ჩვენი გენეტიკური კოდისთვის ცოტათი ესეთი რთული არის, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მიმართულები ვართ, რომ სწრაფად მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები და აი ამ ნაწილში ყველას, რომ ამათ შორის ახალგაზრდებს, რომელთანაც მე მუშაობ, ყოველთვის ურჩევ ხოლმე, რომ აი დაიწყეთ ფიქრი იმაზე, რა გინდათ რომ მოხდეს მერე. იმიტომ რომ როდესაც ვირჩევთ პროფესიას, ჩვენ გარკვეულწილად ამ პროფესიის გარკვეული თავისებურებებიც უნდა ვიცოდეთ, ხო? რა დატვირთვა აქვს? რამდენად მე მზად ვარ ამ დატვირთვას ვიმუშაო. რა პერსპექტივა აქვს საქართველოში, ქალაქში, სადაც ჩვენ ცხოვრობ, ან სად ფიქრობ, რომ დაგიკავშირდეს ცხოვრებისეულად, პერსპექტიულად, იმიტომ რომ მაგალითად თუ ვირჩევთ ისე პროფესიას, რომელიც საქართველოში არ არის პოპულარული, არსებობს თუ არა ისეთი მატერიალური, ტექნიკური, რა ვიცი, სივრცე, სადაც შენ ამ პროფესიას გამოიყენებ. მეორე არის, რასაც მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ იფიქრეთ რა უნარები ჭირდება ამას. ერთია რომ მე მინდა, მაგრამ მეორე კითხვა უნდა გავცეთ პასუხს შემიძლია თუ არა, რეალისტურია თუ არა. და მესამე რა თქმა უნდა არის ის, რომ გეგმა რამდენად გეგმასთან არის კავშირში. აქ რას გულისხმობ, რომ მე ვგეგმავ რაღაცას, მათ შორის ჩემს ცხოვრებას, ბიუჯეტს, ავცი და ასე შემდეგ. რამდენად ეს ჩემი პროფესია გეგმასთან შეიძლება იყოს დაახლოებული. მაგალითად, ვიცით, რომ სამედიცინო განათლების მიღებას თუ გადავწყვეტ და უნდა გავხდეთ მაგალითად ექიმი, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით, ვიცით, რომ სხვა პროფესიებთან შედარებით ამას ჭირდება გაცილებით უფრო მეტი დრო.
მათ შორის მეტი რესურსი, მეტი ენერგია რო ჩართო და მეტი სივრცე მეცადინეობისთვის, პასუხისმგებლობების გამომუშავებისთვის და ასე შემდეგ. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამივე მინდა შემიძლია და აი ამ რეალისტურობის ნაწილი უნდა იყოს შევსებული, ხო? იმიტომ რომ შეიძლება მე დღეს მინდოდეს ძალიან რომ გავხდე პროფესიონალური ფეხბურთელი, მაგრამ უკვე ჩემს ასაკში ეს ძალიან დაგვიანებულია, მით უმეტეს ჩემი მონაცემებიც რომ შევადაროთ, რომ არ არის მოკლედ ეფექტური. ხო, არა, მაგალითად ვამბობ, რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ ეს რეალიზმთან არის კავშირში და შეფასებასთან. ამ შეფასებაში ობიექტურებიც უნდა ვიყო. ხო, კი არის მხოლოდ რეალობა მტკივნეული მაგამსჯობს, უფრო მტკივნეული რო არ გახდეს, დღეს ჩავხედოთ თვალებში. რა მიმდინარე პროექტებს ახორციელებს თაობათა დიალოგი დღეს? ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო მუშაობის პრაქტიკები და თქვენ იცით რომ ჩვენ საქმიანობას ვყავთ ორ ნაწილად და საზოგადოებასაც მინდა გავახსენო რომ არსებობს პროექტები, არსებობს პროგრამები, ჩვენ გაგებით არსებობს პროექტები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დონორები, საერთაშორისო ადგილობრივი ორგანიზაციები და გვაქვს პროგრამები, რომლებსაც პირობითად მოვიხსენებთ ამ სახელით, იმიტომ რომ მათ ვახორციელებთ ჩვენი რესურსით ყოველგვარი დაფინანსების გარეშე მოხალისეების, მოხალისეობრივი ენერგიის საფუძველს. ეხლა ამ მიმართულებით გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს მოხალისეთა კლუბი და აი სწორედ მოხალისეობით დავიწყეთ და რატომაც თაობათა დიალოგი უკვე უწყვეტად ახორციელებს, არ ვიცი. ჩვენ ვართ დაახლოებით 20 წლის გავხდებით ნოემბერში და რომ ვანგარიშობთ, ალბათ ყოველ წელს 1-3-4 ჯერ მაინც ვახორციელებთ ამ მოხალისეობის ციკლს და რატო ვაკეთებთ ამას უწყვეტად? იმიტომ ვახორციელებთ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს კულტურა არ უნდა გაქრეს. ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ მოხალისეობის კულტურა ფეხს იკიდებს საქართველოში და ახლა ამაზე რაღაცა ენერგიის გაშვება და დათმობა იმ პროცესებისათვის, რაც შეიძლება დააზიანოს კულტურა, არ გვიხსენს, ამიტომ ვახორციელებთ მოხალისეთა კლუბს, ყავს არაჩვეულებრივი მოხალისეები, ძალიან გვიხარია, რომ მეორდება ეს მოხალისეთა რიგებში დიდი ნაწილი ახალგაზრდების, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ურთიერთობა არის სასიამოვნო მათთვის, საინტერესო, გარკვეულწილად რაღაცა ენერგიის ხალისის ემოციის გამზიარებელი მათთვის და მეორე, რითაც ძალიან ვამაყობთ, არის ის, რომ დიდი ნაწილი იცვლება და რატო იცვლება? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდას უნდა და აი ყოველ ჯერზე ჩვენ მოხალისეთა კლუბს დაახლოებით 2-3 ჯერ ვახორციელებთ, ეს სამთვიანი ციკლი არის პროგრამულად. ყოველ ჯერზე, როდესაც აპლიკაციას ვაქვეყნებთ, თითქმის რეკორდული მაჩვენებლები გვყავს, ან კონკურენცია ძალიან დიდი არის მოხალისეთა კლუბში მოსახვედრად და ძირითადად ესენი არიან რა თქმა უნდა. სკოლის მოსწავლეები არიან 14-დან 18 წლამდე, ან 17 არის მაქსიმუმი ასაკი, რა ასაკში შეგიძლია რომ მოხალისე იყო. ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი, ჩვენ ყავს უფრო დიდი მოხალისეები, უბრალოდ ამ პროგრამის ფარგლებში გვაქვს ესეთი ლიმიტი, თორე ყავს მოხალისეები, რომლებიც აი ჩვენთან ორგანიზაციაში ჩვენზე ძალიან პროფესიულ საქმეობას ახორციელებენ. ყოველწლიურად ალბათ იცვლება ხო მიმართულებები და თემები? კი. წელს რა არის? ყოველ 3 თვეში ერთხელ როგორც კი ვქნით ამ მოხალისეთა კლუბის პრიორიტეტს, მათ შორის ვადგენთ კონკრეტულ თემას, რა ესე ვთქვათ, მიზნითაც ვქნით მოხალისეთა კლუბს, იმიტომ რომ ეს ხო უკავშირდება მოხალისეობის კლასიკური განმარტება არის, რომ სასიკეთო საზოგადოებრივ საქმეში უანგაროა მონაწილეობა, უანგაროდ შენი ენერგიის დროის დახარჯვა. სწორედ ამიტომ ვცვლით, რომ ეს არ იყოს რაღაცა მუდმივად ერთი და იგივე და მხოლოდ უკავშირდებოდეს მაგალითად ან რიგდოგს, ან არ ვიცი, ქველმოქმედებას და ასე შემდეგ. ამჯერად ჩვენი პროგრამა მიმართული არის ჩვენ შევქმნით 2024 წელს სოციალური საწარმო, მას ქვია არტისფანი, რომელსაც აქვს სოციალური მიზნები პირველ ყოვლისა, რომ ხელი შეუწყოს ნიტ ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობას და ზოგადად ახალგაზრდების განვითარებას ქალაქ ქუთაისში. და აი ეს მოხალისეთა კლუბი რასაც აკეთებს ახლა, მიმართული არის აი ამ არტისფანის სოციალური საწარმოს შესაძლებლობების განვითარებაზე. როგორ ახლა თავად გეგმავენ, რა შეუძლიათ გააკეთონ იმისთვის, რომ უფრო პოპულარული გახდეს, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს, ბევრი რესურსი შეგროვდეს იმისთვის, რომ მერე გაზიარდეს სოციალურად დაუცველი და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ყველა ტიპის ახალგაზრდისთვის.
და აი თქვენი გეგმები როგორია? სამომავლოდ რას აპირებთ? ჩვენ გარდა იმ მოხალისეთა კლუბისა ბევრ პროგრამას ვახორციელებთ და ბევრ პროექტებსაც ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, რომლებიც სამოქალაქო სექტორის განვითარებას გულისხმობს, გვაქვს ახალგაზრდა ლიდერთა, ქუთაისის ახალგაზრდა ლიდერთა მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც არის სრულიად გეიმიფიცირებული და ჩვენი საავტორო პროგრამა არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამომავლოდ გეგმავთ, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ, რომ არ გავჩერდეთ და მაქსიმალურად გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში არსებობს სივრცეები, რომლებიც ქმნიან სიკეთეს, ქმნიან ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისათვის განვითარების შესაძლებლობებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აი ეს შესაძლებლობები იყოს შენარჩუნებული და არა დროებით გაჩერებული ან დაპატიმრებული. დავიდე, დღეისათვის დაგემშვიდობები. თავადაც მიმოჩნია, რომ ახალგაზრდა ხარ და ბევრი იდეა გექნება, მაგრამ აი ამ ადამიანებთან, ბავშვებთან ურთიერთობიდან თავად რას იღებ? ეს ხომ ცალმხრივი ჩვენი გუნდი ძალიან ვითარდება ახალგაზრდებთან ურთიერთობთან. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი ურთიერთობები არის ინიციატივებზე დაფუძნებული. ძირითად შემთხვევაში და როდესაც ახალგაზრდები მოდიან ცოტა მესამე პირში კი არა, როდესაც ვიკრიბებით ახალგაზრდებს და როდესაც მსჯელობთ მონაწილეებთან შემთხვევაში, ყოველთვის გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რაღაც მივიღოთ და აი განსაკუთრებით ტექნოლოგიები, განსაკუთრებით ინიციატივები, რომლებიც კავშირში არის განვითარებასთან, დახვეწასთან, ორგანიზაციული სოციალური მედიის მართვასთან, ანუ არსებობს ძალიან ბევრი სივრცე, სადაც ჩემზე ახალგაზრდა ადამიანები გაცილებით უფრო კომპეტენტურები არიან, ვიდრე პროფესიონალი რო ქვია იმ სფეროში და ამიტომ ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ აი ის მოწყობილობები, გაჯეტები, რომლებთანაც ახალგაზრდები ფაქტობრივად ცხოვრობენ და რომლებთანაც ურთიერთობა აქვთ, ფაქტობრივად მათ აძლევთ ძალიან ბევრ შესაძლებლობას, ისეც, რომელშიც ჩვენ ძალიან ბევრი ენერგია უნდა დაგვეხარჯა მანამდე. მოკეთ, საინტერესოა სამუშაო წელს გისურვებ, წარმატება თაობათა დიალოგს თქვენ და ყველა იმ ახალგაზრდას თუ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის გახლავთ თქვენთან არის კავშირში ან წარსულში ყოფილან მომავალში იქნება ბედნიერი სამუშაო კვირა და დროებით დაგემშვიდობები. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. სრულფასო დალემაყურებლობა, გადაცემის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია. სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ თაობათა დიალოგის გენერალური მდივანი ირაკლი თევზაძე გახდა ჩვენი სტუმარი. რამდენიმე წუთით შევისვენოთ და ისევ დაგებრუნდებით, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.